მოგესალმებით, ეს გურიანიუსსა და არასამთავრობო ორგანიზაცია პოსტალიონის ერთობლივი პროექტი არჩევანი. მე მკადაცემის წამყვანი ნატო გოგელია ვარ. ივლიტას ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროს გურიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რაც საარჩევნო ყუთთან მისასვლელად ბარიერებს ქმნის. ამის თავისთავად მე მიმაჩნია ის, რომ საარჩევნო დაპირებები ძირითადად არ არის ორიენტირებული ამ ახალგაზრდებზე. ეს კითხვა წეყანადზავსი და პასუხი მივიღე ამნაირი, რომ საარჩევნო დაპირებები არ არის ორიენტირებული ახალგაზრდებზე, იმის გამო, რომ ახალგაზრდები არ დადიან არჩევნებზე და რაღაცნაირი წრე იქნება. პარტიები იმიტომ არ პირდებიან ახალგაზრდებს არაფერს, რომ ისინი საარჩევნებზე არ დადიან და არჩევნებზე არ დადიან ახალგაზრდები, იმიტომ რომ არაფერს არ პირდება პარტიები. მესმის საინტერესო დაკვირვება, მე ასე არ შემიხედავს ამისთვის, მაგრამ საინტერესო დაკვირვება არის. აქედან გამომდინარე პასუხი ერთია და ძალიან მარტივი, რომ უნდა წავიდეთ ყველანი არჩევნებზე, ახალგაზრდები და შუახნის ხალხიც და ხანში შესრულებით. და ბუნებრივი ეს იცით რა შესაძლოა, ეს რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ნორმალური და სწორი პროცესია გარკვეულწილად. იმიტომ რომ კი პოლიტიკური პარტია მუშაობს იმაზე, რომ მოიყვანოს არჩევნებზე ამორჩევები და შენ თუ ამ პროცესიდან საკუთარ თავს ამოაგდებ, ისიც ბუნებრივია შენ არ გესაუბრება. იცის რა ყველა პოლიტიკურმა ძალამ არა მარტო საქართველოში, მე მგონი ტრადიციულად, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამომრჩეველი არის პენსიონერი. იცის რა ეს თემა და საქართველოში ტრადიციულად ესე იყო, სწორსაც ჩვევიან, აკეთებენ კონცენტრაციას და მესიჯების კონცენტრაციას პენსიონერებზე, მაგრამ როგორც კი გააქტიურდება ახალგაზრდობა, ბუნებრივად გაჩნდება პოლიტიკოსების მხრიდანაც ვალდებულება, რომ უფრო მეტი გესაუბრონ თქვენ. მოგესალმებით, მე ვარ ქეთემან ხოზროვანიძე, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ჩვენი შეკრების მიზანი არის იმის გაგება, რომ ჩვენი ხმა არის ჩვენივე მომავლის საწინდარი, კარგი მომავლის შექმნის საწინდარი. თუმცა მიჩნდება კითხვა, როდესაც ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა დაპირებები არის თითქმის არარეალური, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ქვეყნის სათავეშია, დაპირებების 90% ვერ შეასრულა. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნები, თუმცა ეს არის ჩემი მოსაზრება. რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, როდესაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის ჩვენთვის მისაღები და როდესაც ვერ ვხედავთ, რომ ვერც ერთი ვერ შექმნის იმ მომავალს, რომელიც გვინდა ჩვენ. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ის, რომ ამუშავოთ ის სისტემა, რომელსაც ქვია დემოკრატია და ამუშავოთ პოლიტიკოსები. პოლიტიკოსი მუშაობს მაშინ, როდესაც მასზე არის მოთხოვნა და ზეწოლა. მაშინ მუშაობს ეს სისტემა, დემოკრატიული სისტემა ასე არის მოგონილი. არა მარტო არჩევნებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სისტემა მუშაობს, როდესაც შენ არჩევდები, როგორც მოქალაქე და ამუშავებ შენ პოლიტიკოს. ისევე როგორც თქვენ რო იყოთ ნებისმიერი რაღაცა საწარმოს ან რაღაცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თქვენი ვალდებულება იქნება, რომ თქვენ თანამშრომლებს გარკვეული დავალებები მისცეთ და მერე გადააკონტროლოთ, რამდენად ეს დავალებები სრულდება. ზუსტად ასევე თქვენი სამოქალაქო ვალდებულებაა გააკონტროლოთ პოლიტიკოსი აკეთებს თუ არა თავის საქმეს, იმ დაპირებებს ასრულებს თუ არ ასრულებს, რომელიც გასცა და ეს გააკონტროლოთ არა მარტო 4 წელიწადში ერთხელ. ეს გააკონტროლოთ ყოველდღიურობაში, მისწეროთ წერილი დეპუტატს, მისწეროთ წერილი გამგებელს, მისწეროთ წერილი პრემიერ-მინისტრს, მისწეროთ წერილი პრეზიდენტს, უთხრათ პრეზიდენტს, აი შენ ეს დაგვიდი, რატო ვერ გააკეთე, მიპასუხე. მე ძალიან ბევრი რამე ვერ შევასრულე იქიდან, რაც დაპირებების მქონდა. თუმცა ამ ვერ შესრულების მიზეზებიც მაქვს და მზათა ვარ ამ დიალოგში შევიდო, აი რატო ვერ შევასრულე. უნდა მომთხოვოთ მეც იმ ნაწილში, რა ნაწილში ჩემი კომპეტენციაა და უნდა მოსთხოვოთ აუცილებლად ნებისმიერ თანამდებობის პირს, ეს თქვენი უფლება არის, ამის გაკეთება ბევრნაირად შეგიძლიათ, წერილის მიწერით შეგიძლიათ, მედიაში განცხადების გაკეთებით შეგიძლიათ, დღეს აბსოლუტურად ამოუწურავი შესაძლებლობები არის კომუნიკაციის. Facebook-ში შეგიძლიათ, მიტინგით შეგიძლიათ, რაღაცა მანიფესტაცია, ყველა ეს ფორმა არის ის, რაც თქვენ გაქვთ
და თუ თქვენ ამ ფორმებს არ გამოიყენებთ, იცოდეთ, რომ დემოკრატია არ იმუშავებს. იცოდეთ, რომ პოლიტიკოსი არ იმუშავებს. სანამ თქვენ პოლიტიკოსს არ დაავალდებულებთ, შეიძლება ხა ცხოვრება არ გადადოთ მაგისთვის და დღეში 20 წერილი არ წეროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდულობით თქვენ უნდა გქონდეთ კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან და ამუშავოთ პოლიტიკოსები. თქვენ და მე ბიჭები. მოგესალმებით, კეთი მამალაძე, ოზურგეთის წმინდა იოსახოვის სამბოლო სკოლიდან. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ იმის გამო, რომ ჩამოვწალით და ესე ვთქვათ, შეგვიკრიბეთ ჩვენ და მინდა დავამატო ის, რომ ეს მიზეზი იმისა, თუ რატო არ დადიან ახალგაზრდები არჩევნებზე, არის ის, რომ მათ არ აქვს განაცლება იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, თუმცა ამას არ იყენებენ და ისინი არ მიდიან არჩევნებზე და არ ირჩევენ მის მომავალს, ესე ვთქვათ. და კარგი იქნება, თუ ესეთი შეხვედრები იქნება რაც შეიძლება უფრო მეტი, ისეთი ბანაკები, როგორც თქვენ მართავთ, ესე ვთქვათ, და თქვენ თუ მოუწოდეთ ახალგაზრდებს ამისკენ, კარგი იქნება ძალიან. დიდი მადლობა. მე არა მარტო ამ ბანაკების მეშვეობით, საერთოდაც მოუწოდებ, ყველას თქვენს მოგიწოდებთ, რომელი შესულხართ მაგალითად თქვენს ქალაქში ალბათ რამდენიმე სხვადასხვა პარტიის შტაბია. ალბათ არავინ არ შესულხართ, მაგრამ ნებისმიერს გაქვთ უფლება მიბრძანდეთ იქა და ვკითხოთ, რომ რას გვირდებით და ნახოთ, რამდენად აზრიან პასუხს გაგცემენ. თუ პოლიტიკოსი არ მოდის შენთან, შენ შეგიძლია როგორც ამომრჩეველი მიხვიდე პოლიტიკოსთან და მე და მთელი საქართველოს მასშტაბით მოუწოდო სწორედ ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლოა საკმარის ინფორმაციას არ აწვდიან, მოთხოვონ ეს ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებს, მისცენ მათ პასუხი, რა საარჩევნო პროგრამით აპირებენ ბოლოს და ბოლოს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას თუ არა, ეს ცალკე ის არის, რა ქვია, პრობლემა, რომელსაც ჩვენ ხედავთ, რომ რომელიმე თქვენთაგანი არის ნამყოფი. ერთი, ისიც ჩვენი პროექტი. აბა ბიჭები რო არ საკრებულოს ხო ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რაც ვსაუბრობ. საკრებულოს ხდომები, სადაც წყდება ქალაქის ბედი. სადაც წყდება მუნიციპალიტეტის ბედი. ყველგან გაქვთ უფლება და ყველგან გაქვთ ძალა თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების. ლევან ჩერქეზია, ლანჩხუთის ნომერ 3 საჯარო სკოლის მოსწავლე, უკვე ყოფილი მოსწავლე. წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე და მივდივარ უკვე ამცილებად გადავწყვიტე ეს ყველაფერი და ეხლა მე რა მაინტერესებს. ხაიჩი მაშინ მაისური. მე ამცილებად. ეხლა რა მინდა გეკითხოთ თქვენ. აქ ბევრჯერ მოვისმენთ, რომ ადამიანებს აქვთ იმედგაცრუება, ვერ ასრულებენ დაპირებებს, ასე შემდეგ და ეხლა რა კითხვა დამებადა მე. სწორედ ეს იმედგაცრუება ხომ არ არის იმის პირველი მიზეზი, რომ ადამიანები ამდენი იმედგაცრუების შემდეგ აღარ მიდიან არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს იმედგაცრუება მაინც შემდეგ რაღაც კონკრეტულ მომენტში დარჩება იმედგაცრუებად, ჩვენ უნდა შევაგონოთ ჩვენთანაც რომ წავიდეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანებს რაღაც დაღლის მომენტიც უჩნდებათ, რომ აი ამდენჯერ წავედი, ერთხელ წავედი, ორჯერ წავედი, მაინც არაფერი არ იცვლება, მაინც ვერცერთი ვერ ასრულებს დაპირებას და სწორედ ეს ხომ არ არის ერთ-ერთი შესაძლოა, კი, ლევან ხო? კი, შესაძლოა ლევან, მაგრამ მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს. რას ნიშნავს არ იცვლება? ჯერ ესეთი შენი სამშობლოს ფორმირების პროცესია. ეს არ არის რაღაცა ეს აბსტრაქტული თემა. ეს არის შენი სამშობლოს საქართველოს ფორმირების პროცესი. შენ სამშობლოს სჭირდება შენგან რომ შენ 4 წელიწადში 8 წუთი ნახევარი დახარჯო იმაზე რომ შენ ქვეყანაში იფუნქციონიროს დემოკრატიამ ეფექტურად. არ იცვლება რას გულისხმობენ, ესეც საკითხავია. ის რომ საქართველოს როგორც ქვეყანა ვითარდება და არა ვართ დაუშვათ იმ გაჭირებაში, რაც თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ ცოტა უფროსებს გვახსოვს რა იგივე სამოქალაქო ომი, იგივე ძალიან სერიოზული ეკონომიკური გაჭირვება, ის რომ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვიდექით. ეს ობიექტური პარამეტრებით ქვეყანა ვითარდება. შეიძლება უფრო უნდა ვითარდებოდეს უბრალოდ სწრაფად, შეიძლება უნდა ვითარდებოდეს უბრალოდ დინამიურად, მაგრამ ქვეყანა მიდის წინ. ქვეყანა უკან არ მიდის. და თუ გინდა რომ უფრო ეფექტურად წავიდეს წინ, აი ეს 8 წუთი ნახევარი დაკარგე. და ამასთან ერთად იცით რა შესაქმე, რითი იზომება ეს, რომ არაფერი არ შეიცვალა. როგორ არ შეიცვალა? ხელისუფლება შეიცვალა.
ხელისუფლება იყო ერთი და მანამდე ვერ ვცვლიდით არჩევნებით ხელისუფლებას და ეხლა შეიცვალა 2012 წელს ამომრჩევლებმა შეცვალეს ხელისუფლება. დავაყენეთ ესე იგი უფრო მაღალი ხარისხის ევროპული დემოკრატია. უფრო თავისუფალია ქვეყანა და შესაძლოა ვიღაცა კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში უკუსლა არის, ან მისი ოჯახი უფრო გაჭირვებულია, ან რაღაცა პრობლემები მოხდა, მაგრამ გლობალურად ქვეყანა ვითარდება კიდევაც და წინ მიდის კიდევაც და შენ გაქვს შესაძლებლობა რომ შენი მონაწილეობით გააძლიერო ეს პროცესი და კიდე რაღაცა კორექტირებებიც გააკეთო შიგნით. და ბოლოს ვიტყვი რაღაცას ზუსტად აი თქვენი პასუხიდან გამომდინარე ეს არის ქართველების სისწრაფის ბრალი, იმიტომ რომ ქართველებს ალბათ ყოველთვის უნდათ რომ ყველაფერი იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს შესაძლებელია და ამიტომ ასე რაღაცებს ასე არასწორადაც უყურებენ, იმიტომ რომ უნდათ რომ სწრაფად განვითარდნენ, თუ რაღაცის შენება დაწყებული მეორე დღეს რო გაიგვიძებენ, უკვე აშენებული იყოს. ალბათ ამაშიც არის რაღაც პრობლემა. ნუ იცით რა შეასაქმე შეიძლება ეგ გვახასიათებს ქართველებს დაუშვათ ემოციურები ვართ, მაგრამ ამავე დროს ქართველე ესეც კარგია, თუ შენ მშენებელი ხარ და გინდა რომ მეორე დღეს აშენებული იყოს და ღამეს გაათენებ და აშენებ, კიდე უფრო კარგი იქნება. საქმე ისაა რომ ხშირად მშენებლები არ ამბობენ ამას და გვერდიდან მაყურებლების პოზიცია არის ხოლმე, მაგრამ იდეაში მოთხოვნა როა როცა არის უფრო კარგზე, ეს თავისთავად კაია. უბრალოდ ამ მოთხოვნამ არ უნდა გადაინაცვლოს აპათიაში და თუ არ გამოვიდა და მაშინ მე აღარ მივალ არჩევნებს. მოგესალმებით. სალომე შვილი. პანიშვილი. თუ თქვა და გაოპტიმალურად გამოვიყენოთ. ცოტა მეტი თქვა. ჩახატაურის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ 18 წლის ვარ, პირველად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ნამდვილად არ მაქვს ნიჰილისტური დამოკიდებულება, თუმცა ჯერ დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად არის წინსვლა ყოველთვის ყოველი არჩევნების შემდეგ და რაც არ უნდა მსგავსი თუ განსხვავებული პროგრამები იყოს და რაც არ უნდა ნაკლები დაპირება შესრულდეს, ყოველთვის არის განსხვავებული პარტიისგან განსხვავებული იდეა და უფრო ინოვაციური იდეები, რომელსაც მხარს უჭერ, თუმცა მაინც აპოლიტიკურ პიროვნებად რჩები და რატომ? როდესაც ვხედავ, რომ დემოკრატია ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ 18 წლისას მე უკვე პროპაგანდას მიწევენ, რომ მივიდი არჩევნებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი, ამ დროს მე ვიფარები ჩემს ოჯახს უკან და რატომ? თუ კი ჩემი აზრი განსხვავდება ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური აზრისგან, მაშინ მე ვხედავ საფრთხეს. და შესაბამისად მიჭირს ჩემი სუბიექტური აზრის დაფიქსირება. ეს ერთი. როდესაც ვხედავ, რომ სასამართლო არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, როდესაც ვხედავ განათლების სისტემაში ძალიან ბევრ ხარვეზებს, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ამ ყველაფერს, რომელიც ზუსტად წელს შევამჩნიე და როცა ვიცი, რომ ამ ხელა სისტემაში რეალურად შეუძლებელია შეღწევა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და მართლაც არსებობდა ეს ფაქტი. ფიქრობ, რომ ჩემი ეს ერთი ხმა, რომელიც მართლაც გადამწყვეტი შეიძლება იყოს, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა მივცე. იმიტომ რომ ამდენი ხანია, ამდენი თავი მოდის, სულ სხვა თემაა, რა ხდება, რა კეთდება, როგორ ვითარდება ეკონომიკა, მაგრამ ის მთავარი, რაც მე მაინტერესებს, განათლება, დემოკრატია, ჩემთვის ჯერ კიდევ შეუცვლელია. მესმის მე იმედი მაქვს, რომ გაჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც მოусმენს ამ თქვენს პოზიციას და გულის ტკივილს და ეს პოლიტიკური ძალა დაიმსახურებს იმას, რომ თქვენ მათ მისცეთ ხმა, ან პოლიტიკური ლიდერი იქნება, ან პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც დაგაინტერესებთ და დაინტერესდება თქვენი ხმით, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ თქვენი და თქვენნაირების ხმებით შედგება, ერთი და გამომდინარე მეორე, რადგან თქვენ საუბრობთ რაღაცა კონკრეტულ რეალურ პრობლემებზე, რომელიც გადაწყვეტად საქართველოს უკეთესს გახდის ნამდვილად. მაგრამ ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, თუ არ გაჩნდება ასეთი პოლიტიკური ძალა და ვერავინ ვერ მოიპოვებს თქვენს ყურადღებას და ნდობას, მაინც მიბრძანდით არჩევნებზე, მივდით და გადახაზეთ ის ბიულეტენი, ამითი დააფიქსირეთ თქვენი პროტესტი, ესეც იქნება მესიჯი პოლიტიკოსებისათვის. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ კიდე არის დაახლოებით 2 თვე, ცოტა ნაკლები და მოიპოვებენ. კურიანიუსის ჟურნალისტები დაინტერესდნენ ახალგაზრდების აზრით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის არჩევნებზე მისვლა და ამის გასარკვევად საკუთრო მკითხვა ჩაატარეს.
მნიშვნელოვანი არჩევნებზე მისვლა ამორჩევნებს. გააჩნიან, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია რომ მივიდეს და მისცეს ხმა თავის რჩეულს და რა. სურზია დამოკიდებული. რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართულობა? მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა არის საჭირო, რადგან არჩევნები უფრო დემოკრატიულ რეჟიმში ჩაებას და მომავალ თაობასაც გაუჩნდეს მაქსიმალური ინტერესი არჩევნების და ხელისუფლების ხმასში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობას, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ადამიანის ხმა ძვირფასია ჩვენი ამორჩეველისთვის, ან თუ ხმას არავის არ ვატყუდა, თუნდაც არ მოგწონს არც ერთი მთავრობა, მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიდი არჩევნებზე, ჩემი ხმა გადავხატო და არავის არ მოცემ. არჩევნებზე მისვლა იმედვარები მნიშვნელოვანია, რომ უფრო კაი პატრონი თუ გამოჩნდება, საქართველოს პატრონება, ეს გამიხარდება მე და ყველა ჩემს თანამოქალაქეს. არჩევნებზე მისვლა. მე არ მივდივარ ხოლმე და. რატო? არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში. კარგი. ახალგაზრდებში არსებული ამ განწყობის ფონზე დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. ოზურგეთის მე-60 საარჩევნო ოლქში არჩევნების პროცესმა 7 ვითარებაში ჩაიარა. ნახოთ ჩვენი კორესპონდენტის გიორგი კირკელიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩია. კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საოლქო კომისიებს ობიექტურად მუშაობისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო პოლიტიკური პარტიის ლიდერების ერთმა ნაწილმა გავრცელა სცია თუ ვინ უნდა დანიშნული იყო კომისიებში. აგვისტოს გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის ფორმა, სადაც არჩევნები საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრი სულ ავირჩიეთ 294 კომისიის წევრი და აქვე მინდა დავცნო, რომ აქედან 250 კომისიის წევრს ჰქონდა წინასწრების გასული არჩევნების გამოცდილებაში მუშაობის გამოცდილება. და დანარჩენები არ ქონდა გამოცდილება დანარჩენებს? ზოგს ჰქონდა დამკვირვებლად მუშაობდა, ზოგი სხვადასხვა პარტიებიდან წარმომადგენლებად იყვნენ და ასე რომ არ გვაქვს 59-დან ისეთი უბანი, სადაც არ იყოს ისეთი კომისიის წევრები, 3-4 მაინც, რომელსაც გასული წლის გამოცდილება არ ქონდეს მიღებული. ერთად მინდა აქვე გითხრათ, რომ დაახლოებით 10 ბავშვი, რომელიც ჩვენთან გაიარა საზაფხულო სკოლა 2015 წელს, ისინიც მონაწილეობას ღებულობენ ამ არჩევნებში, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამარ ტრაბაძე თქმის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. რა ხდება ჩოხატაურში, როგორ დაკომპლექტდა კომისიები არიან თუ არა საარჩევნო სისტემაში ახალგაზრდები ჩართული და რისი სწავლა მოუწევთ კომისიის წევრებს არჩევნებამდე. გადაცემის სტუმარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერი თეა უჯმაჯურიძე. დაგვავალდეთ ეთერში სტუმართან ერთად გურია ნიუსის სტუდიიდან რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. Audio Jungle.
ჩაისუნთქებ წიგნიერი ჟანგბადი, ივლიტას ბიბლიოთეკა. ჩვენ ისევ ეთერში ვარ და ჩვენი გადაცემის სტუმარია CSKA-ს ტრენერი თიო უჯმაჯურიძე. მოგესალმებთ ქალბატონთია. დღეს ცოტა განსხვავებულ ამპლუაში ხართ უკვე ტრენერის, მანამდე ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი ყავით როგორც SALCO-ს იურისტი. რა ცვლილებაა, რა განსხვავებაა, ამით რა დავიწყოთ საუბარი. მანამდე იყავით იურისტი, ახლა ხართ ტრენერი, რა განსხვავება და რატომ გადაწყვეტეთ ეს ცვლილება გაგეხორციელებიათ? დიახ, მოგესალმებით. ამ არჩევნებზე გახლავართ მხოლოდ ტრენერი, რაც ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დატრენინგებას, მათთვის საარჩევნო პროცედურებზე დეტალური ინფორმაციის მიცემას, წინა საარჩევნო პერიოდში კომისიის მუშაობის საქმიანობის წესის მათთვის სწავლებას და მხოლოდ ამით შემოიფარგლება ტრენერის საქმიანობა. რაც შეეხება იურისტის პოზიციას, ამ არჩევნებზე აღარ წარმოვადგენ SALCO-ს საარჩევნო კომისიას როგორც იურისტი. საინტერესო იქნება ეს უფრო განსხვავებული ამპლუა. საინტერესოა რა ხდება ახალგაზრდების კუთხის. არიან თუ არა საარჩევნო სისტემაში ახალგაზრდები ჩართული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკა წინა წლების არჩევნები, როდესაც კომისიები დაკომპლექტებულია შუა ხნის ადამიანებით, გამოცდილი ადამიანები ყველა არჩევნებზე ერთი და იგივე სახებია. წელს რაიმე ცვლილება არის ამ კუთხით? გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო კომისიების, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, როგორც თქვენ იცით, SALCO საარჩევნო კომისიამ აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრი, თუმცა პარტიების მიერ კომისიის წევრთა დანიშვნის ბოლოვა და ჯერ არ ამოწურულა, შესაბამისად კომისია ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული, არჩეულია მხოლოდ 6 წევრი, როგორც გითხარით. ჩემთვის ჯერ სრულად არ არის ინფორმაცია ცნობილი, მაგრამ რამდენადაც არის ცნობილი, არის ახალი სახეები საკმაო რაოდენობით ახალგაზრდები არიან ჩართული. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თუმცა დეტალურად ამას მხოლოდ მას შემდეგ გავიგებ, რაც მთლიანად დაკომპლექტება საუბნო საარჩევნო კომისია და დაიწყება უკვე მუშაობა და პირველი სხდომა ჩატარდება. შესაძლებელია რომ ახალგაზრდებიც ვიხილოთ უკვე საუბნო საარჩევნო კომისიებში. ვიმედოვნებ, რომ იქნება ახალი სახეები. ნახოთ, პარტიები რაზე გააკეთებენ გათვლას, გარდა იმისა, რომ SALCO კომისიის წარმომადგენლები დანიშნა. ძალიან საინტერესოა რა უნდა ასწავლოთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, პრინციპში მათ უნდა წარმართონ საარჩევნო პროცესი, არა მხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ მანამდე პერიოდშიც მათ საკმაოდ აქტიური მუშაობა მოუწევთ. რისი სწავლა უწევთ და რა არის თუ არა რაიმე ახალი კანონმდებლობაში ან რაიმე სხვა ტიპის ცვლილება, რომელიც აუცილებელია რომ ყველამ გაიცოდეს. დიახ. როგორც მოგეხსენებათ, 8 სექტემბერს არის საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა და მანამდე SALCO საარჩევნო კომისიები, ძირითადად პირველი ეტაპისთვის SALCO საარჩევნო კომისიები არიან ჩართული და მათ შორის ტრენერებიც ვაძლევთ პირველ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კომისიის პირველი სხდომა. ამის შემდეგ იმართება ტრენინგების მეორე ეტაპი, რაც ძირითადად მოიცავს კენჭისყრის დღემდე ჩასატარებელი, კენჭისყრის დღემდე განსახორციელებელი ღონისძიებების მათთვის სწავლებას, კენჭისყრის დღეს ჩასატარებელი პროცედურების თანმიმდევრობას და ასევე არჩევნების დღეს განცხადება საჩივრების განხილვის და მათზე რეაგირების წესს. და შემდგომი ეტაპი იქნება ძირითადად პრაქტიკული სამუშაოები კომისიის თავმჯდომარე მოადგილე მდივანთან, ხელმძღვანელ პირებთან და მეოთხე ეტაპი იქნება უკვე კენჭისყრის ინსცენირება კონკრეტულად იმ საარჩევნო უბნებზე. და რაიმე ცვლილება თუა შესული კანონმდებლობაში რა არის განსხვავება თქვა წინა არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნები ბუნებრივად განსხვავდება ადგილობრივი თვითმმართველობისგან და ასე შემდეგ წელს რა არის ახალი და სიახლე რაც თქვა კანონმდებლობაში შევიდა ან ნორმატიული ძირითადი სიახლე გახლავთ ის რომ თქვენ როგორც იცით შეიცვალა მაჟორიტარული ოლქის საზღვრები ანუ ჩოხატაური აქამდე წარმოადგენდა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს და ეხლა ეს არის ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი გარდა სუფსის და ბრმაღელის საარჩევნო უბნებისა ჩოხატაური მთლიანად თავისი 38-ვე უბნით და ოზურგეთის სოფლები ნაგომარი, ნატანები, სილაური, ბაილეთი, ჯუმათი და ძიმითი. ნასაკირალიც. ეს გახლავთ ერთი მაჟორიტარული ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. და ძირითადი ცვლილება ამ შემთხვევაში ეს გახლავთ, რაც შეეხება პროცედურებს, არის უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებსაც დეტალურად მივაწვდით საუბნო საარჩევნო
საარჩევნო კომისიის წევრებს აი 4-ვე ეტაპის ტრენინგები. საინტერესო რამდენად იქნება გათვალისწინებული, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს წინ არჩევნები უამრავი მასალა გურიანიუსის არქივში ამაზე შემდგომ, როდესაც იგივე არჩევნების დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ოქმის შევსებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მათგანი, ვთქვათ, კომისიის თავმჯდომარები წლებია არჩევნებს ატარებენ. როგორ ფიქრობთ, ეს რისი ბრალია? იმის რომ რაღაც ვთქვათ, მათ არა კარგი, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილება აქვს და რაღაც სხვა დავალებებს ასრულებდნენ და ოქმებისთვის დრო არ რჩებოდათ თუ იმის რომ რაღაც ახალი სახეების ჩანაცვლება არ ხდება. თქვენ როგორც ტრენერს ამ სფეროში გამოცდილ ადამიანს მიგაჩნიათ თუ არა რომ აუცილებელი უფრო მეტი ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა იყოს და უფრო მეტი ახალი სახე გამოჩნდეს საარჩევნო სისტემაში და რაღაც ძველების ჩანაცვლება, ასე რომ ვთქვათ, ძველების ჩანაცვლება მოხდეს. მოგახსენებთ, ანუ ახალგაზრდებთან მუშაობა და ზოგადად ახალი სახეები მე პირადად ძალიან მიადვილდება ახალ სახეებთან მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან დაინტერესებული არიან, როდესაც კომისიაში ხვდები ახალ სახეებს, ისინი ძალიან დაინტერესებული არიან, რომ ისწავლონ აი საარჩევნო პროცედურები და თითქოს უფრო მოტივირებულები არიან. თუმცა არ გამოვრიცხავთ იმ გარემოებასაც, რომ სასურველია იყოს კომისიაში ისეთი კადრები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, რა თქმა უნდა, კარგი გამოცდილება და ნუ თავის მხრივ ახალგაზრდებთან ერთად ისინიც ეფექტურად მუშაობენ. კომისიებში ვყავს, ახლა მე უფრო ჩაუღრმავდებით, როცა უკვე სრული სია იქნება ცნობილი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებაში, თქვათ, რაღაც არასწორად შედგენილ ოქმებში და შემდეგ იყვნენ ეჭვმიტანილები, უამრავი საჩივარია დაწერილი მათ შესახებ, თუმცა მაინც მივდივართ იქამდე, რომ იგივე პარტიებიდან ეს ადამიანები ისევ კომისიაში არიან. ეს როგორ ფიქრობთ, საარჩევნოდ პრობლემებს არ შექმნის? ნატო კანონმდებლობა, ანუ საარჩევნო კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვინ არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ ან საარჩევნო კომისიამ. ამ გადაწყვეტილების შესვლიდან, ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში, ესეც გახლავთ სიახლე ამ შემთხვევაში. ასევე პირი, რომელიც ნასამართლევია, მაგრამ მას სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა გარდა ამ პირისა. მას ვისაც შევარდებული აქვს ჯარიმა, ამაზე დაშვება არის. რაც შეეხება სხვას, ნასამართლეობაზე არის შეზღუდვა. და ნებისმიერი და დანარჩენი, რასაც საარჩევნო კოდექსი გრძალავს, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და ასე შემდეგ. თუმცა თქვენ ახსენეთ, რომ დაადასტურა სასამართლომ ან კომისიამ წინა წლების პრაქტიკას თუ გადავხედავთ კონკრეტული მაგალითების ფონზე, ძალიან ბევრი შემთხვევა არ იყო დადასტურებული სასამართლოს და არც კომისიის, როგორც აქ, ასევე ცენტრალურში მიერ უამრავი ესეთი ფაქტის. უთოს ანგარიშებშია კონკრეტული ფაქტები მოხვედრილი 2007 წლის ვადამდელ საპრეზიდენტოს თუ გავიხსენებდა შემდგომ პერიოდებს, თუმცა მაშინ არც სასამართლოს ქონია ამაზე, ვთქვათ, რეაგირება ის, რაც მიუხედავად კონკრეტული ფაქტების არც კომისიას, ნუ პოლიტიკა იყო ალბათ ეგეთი. ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ გვაქვს ისევ ის რეალობა, რომ ეს ადამიანები ისევ კომისიებში არიან. ანუ ჩვენს რეალობაში თუ კი აი ეს დარღვევა არის დადასტურებული, მე ვიცი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ რამდენიმე გასულ არჩევნებზე კომისიის რამდენიმე წევრის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გაატარა, შესაბამისად ისინი არ იქნებიან საარჩევნო კომისიაში. თუმცა ვიზაც არ არის გატარებული რაღაც მიზეზების გამო, მაინც მინდა გითხრათ ისიც, რომ წლების განმავლობაში თანდათან იხვეწება ეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ცოდნის დონე, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, რომელსაც მე დღეს წარმოვადგენ. არსებობს უამრავი საშუალება, გნებავთ ბეჭდური, გნებავთ ელექტრონული საშუალება, რომლითაც სწავლებას გადიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. არსებობს ფილმი, რომელზეც უკვე პრაქტიკულად ხედავენ ყველა იმ საარჩევნო პროცედურას, რაც გასატარებელი აქვს და მინდა გითხრა, რომ მთელი ეს წლები, როდესაც უკვირდები კომისიების მუშაობას, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა არის წინსვლა და რა თქმა უნდა არის უკეთესი მდგომარეობა აი ამ კუთხით. აქტიური საარჩევნო კამპანია ნამდვილად აქ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაწყებულია, მათ შორის ამ კამპანიაში შედის ამომრჩეველთა ინფორმირება და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობა. პრეზიდენტმაც დაიწყო შესაბამისი კამპანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა
ახალგაზრდა მივიდეს არჩევნებზე. თქვენი ხედვა ძალიან საინტერესოა, რამდენად აუცილებელია არჩევნებზე მივიდეს ადამიანები, რამდენად აუცილებელია ახალგაზრდამ გააკეთოს არჩევანი და მივიდეს საარჩევნო ყუთთან. გადაცემის პირველ ბლოკში გასულ სიუჟეტში იყო პრეზიდენტთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრები, სადაც ახალგაზრდებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რაც მათ ბარიერებს უქმნით საარჩევნო ყუთთან მისასვლელად. ეს არის ოჯახის წევრების დამოკიდებულება და ასე შემდეგ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რამდენად არის აუცილებელი და რატომ არის აუცილებელი, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს და გააკეთოს არჩევანი. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახლავთ საქართველოს მოქალაქის უფლება, რომ 18 წლის ასაკის პირმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და რეფერენდუმში, შესაბამისად აუცილებლად აი ამ უფლების განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება. ასევე არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომ აქტიური საარჩევნო უფლება აქვს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი ან იმ დღეს უსრულდება, გარდა იმ პირებისა, ვინც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვისაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიზანშეწონილი და აბსოლუტურად გამართლებულია. 8 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანს ახალგაზრდებს, რომელსაც 18 წელი უსრულდება, თავისუფლად შეუძლიათ მივიდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ესა და ახალგაზრდები უკვე შეყვანილია საარჩევნო სიაში. ბოლო სია, რომელიც გადაიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა, შესაბამისად ისინი იქნებიან ამ სიაში შეყვანილი. ძალიან საინტერესო იქნება და ბოლო შეკითხვა მექნება, რამდენად რთული არჩევნები გველის წინ მე პოლიტიკურ კუთხეს არ გულისხმობ იმას, რომ განსხვავებულ ვითარებაში ტარდება არჩევნები, ეს არის გაერთიანებული ოლქები, ხმების დაცვლის პროცედურა, თვითონ ზოგადად კომუნიკაციის პრობლემა, რამდენად რთული იქნება და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ პირადად, ადვილია ჩოხატაურში ჩაატარო არჩევნები, მაგრამ აქ უკვე თითქმის ასე გამოდის 3 მუნიციპალიტეტი ერთიანდება. დიახ. მე პირადად მინდა გითხრათ, რომ ჩოხატაურის საარჩევნო უბნებში ადგილზე ჩავატარებთ ტრენინგებს, რაც შეეხება ლანჩხუთს და ოზურგეთს პირადად ჩავალ და ადგილზე ჩაუტარებთ ტრენინგებს, უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი რომ იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. მინდა ისიც გითხრათ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ ყველა იმ პროცედურის განმარტებისთვის, სწავლებისთვის, რაც გვევალება საარჩევნო კანონმდებლობით, დანარჩენი ნახოთ. უბრალოდ რო ავხსნათ ჩვენი მაყურებლები, ხმების დათვლა როგორ მოხდება? ჩოხატაური ცალკე დაითვლის, ლანჩხუთი ცალკე დაითვლის, ოზურგეთი ცალკე დაითვლის თუ ეს პროცედურა როგორ იქნება? ეს პროცედურა ჩოხატაურის ხმები და ეს საარჩევნო ოლქი, რომელიც წეღან აღნიშნე, ამ საარჩევნო ოლქში მიღებული ხმები დაითვლება ძირითად ოლქში, ეს გახლავთ ლანჩხუთის მაჟორიტარული ოლქი. ანუ ლანჩხუთი იქიდან გამომდინარე, რომ ლანჩხუთი ტერიტორიულად დიდია და რაოდენობით, ანუ ამორჩეველთა რაოდენობით ამორჩეველთა ხმების თანაბრობის პრინციპის საფუძველზე იქნა ეს ოლქები, ანუ ყველა ოლქის ამორჩეველს ლანჩხუთი იყო და არა ჩოხატაური. კონდეს თანაბარი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში არის ლანჩხუთის ოლქი. ანუ ლანჩხუთის ოლქი გამოაცხადებს ვინ ძირითადი ოლქი, ძირითადი 8 ოქტომბერს გამარჯვებული. კარგი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ ისევ შევხვდებით ამ პროექტის ფარგლებში ერთმანეთს და საარჩევნო პროცედურებზე და არჩევნების დღეზე მოგვიწევს საუბარი. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო თეა უჯმეძურძე, CSKO-ს ტრენერი და გადაცემა არჩევანი მომავალ შეხვედრამდე.